ხმა და ოპონენტები გათიშული ყავს მაო. შენზე ამბობენ. Best country, Georgia! Let's go, man! ამირან შენ გენაცვალე ძმაო რომ ჩვენ არ დაგვივიწყე. ჯიგარი კაცი ხარ რომ ჩვენ არ დაგვივიწყე ძმაო რა. ძალიან მაგარი. This is Georgian loyalty, brother. This is Georgian loyalty. Never forget each other, bro. ძალიან მაგარი. ეს ქართული სნიკერსია? თუ რა სჭამდო? ყლაპი. ყლაპია შეიძლება. აუ ყლაპი გაურამ. ყლაპი ვასება თენგოს პახოვდი კიდე რა. და როგორ ჭამს მომეცი როცა ჩამომდეს ვაძლევს სულ. ბიჭო მერაბი თუ ნაბეღლავია ძმაო შენ ბორჯომის სპონსორი როგორ არ უნდა კონტესტო? ეს უძრობდი ბორჯომს ვეიაზოებოდი იქიდან, მაგრამ რა ვინახოთ. ამირან, ანუ ეს ეხა რო ვიწერთ რა ცოტა უხერხულ დროს გამოდის, რახან ყველა ელოდება მერაბის ბრძოლას, ხო აზე ხარ? და ისე ვიბაზროთ ვითომ მერაბის ბრძოლა მოხდა თუ რა უხინდა. აუ მაგარი კაცი. მოგესალმებით ყველას Fight Hop podcast-ი ნოსტალ გიორგის სართანია რომეო 50 ცენტერაძე და უკვე 4 წელია გავიდა თითქმის ჩვენთან დაბრუნდა ქართველი სნაიპერი ამირან გოგოლაძე. სალამ ბიჭო, სალამ. 50 ცენტერაძე მაგარი გაგიწრო ძალიან. 50 ცენტერაძე. არჩე სხვადასხვა შეფთისაც აქვს ამას ისინი. ზედმეტ სახელები. კი. ამირან ძმაო ვიცი რომ შენ გაგზერბეთი სახელი რა ანუ სნაიპერი ხარ და ვიცი რომ ესა მონადირე ხარ და მაგრა გევასება რა და მეც რა ბოლო ეპიზოდზე ჩვენ 3 წლის წინ ვიბაზრეთ დაჟე ვილაპარაკეთ იმაზე რომ ნადირობაზე და რაღაც რა და ბიზა ჩემს დავყავდი ვეტერანია მეთქი ვახსენე რა და ეხა უბრალოდ მუღამზე ვიყავით ხო იცი ChatGPT-ის era არის რა, ChatGPT-ის დრო არის რა და უბრალოდ შენი სახელი ჩავაგდე რა. და მეთქი აბა როგორ nicknames მიცემ ამირან გოგოლაძეს რა. ხო და ყველაზე მაგარი ვერსია გამოვიდა. ძალიან ბანძებიც იყო, მაგრამ აი რასაც ამოვირჩევდი იყო ამირან გოძილა გოგოლაძე. კაი მე მგონია სნაიპერი ჯობია დავიტოვოთ. ძველი ნიკნეიმს ვიტოვებ გასაგებია მით. სამი წელი გავიდა თუ 4 რაც ველაპარაკეთ. ვაფშე ზოგადად ამდენი ხანი არ უნდა გასულიყო პრინციპში. ისე დაიწყო ყველაფერი რომ ერთი მეორე იქით რაღაცები ისე წავიდა, ისე მოკლედ მიეწყო. რომ ესე წლები გავიდა ისე რომ აღარ დაბრუნებულა ამირანი ჩვენთან. მე ვეგასში რო იყავი. რა პრობლემა იყო თვა? მე ყოველთვის გადავარ. არა, შენ არა, პირიქით ჩვენ რაღაცნაირად ისე იქითკენ წავიყვანეთ შოურო სულ მიუმართეთ ყველაფერი საიდიც აი უფრო ძირითადად ყავდა ხოლმე აი თბილისში რო ბიჭები არიან. ახლები, ეგ ძალიან კაია მე პირიქით თვა. ხო და მე შენ რო ვეგასში წახვედი, ვიგიოს ვეუბნებოდი რომ მეთქი ეხა როგორც კი ბარემ ამირანის დაბრუნება გავაკეთეთ ისე რომ როგორც კი დებიუტი იქნება მეთქი ბარემ მაგას დავამთხილოთ რა და ეგ დებიუტი კიდე გადაიდო დამწუხარო ჯერ არ გამოვიდა ცოტა ხნით ხო და ოღონდ მაბადია რომ ჩემთვის ამირანს დებიუტი ქონდა UFC-ში და ძალიან ანუ სამწუხარო ტრავმა მიიღე რა მაგრამ მაგ ბრძოლაში ძალიან მაგარ ფორმაში იყავი შევამჩნიე და ბიჭო მე ხარო უყურებს მამას აი მეცინება რა უბრალოდ აი მაგ მოწინააღმდეგეს რავი ხარო შემახუწოს ან მე შეიძლება არ ვიტყვი უბრალოდ ხო ანუ აზრია მოდი პირდაპირ მაგით დავიწყოთ რომ ყველაზე მეტად ხალხს ეგ აინტერესებს რა ხდება UFC-სთან რა ეტაპზე ვართ როდის ვისთან შეიძლება და ესე შემდეგ ეგეთ რაღაცები რა ხდებოდა ვეგასში რა გააკეთე ვეგასში ანუ არის რაღაცა დეტალები რომლებიც ეხლა ძალიან წვიმანებზე არ მინდა ჯერჯერობით რა მინდა რომ ბარემ გამოვიდეს საქმე და ისე მე ვილაპარაკოთ მაგ თემებზე რა და დანარჩენი რაც ხდებოდა ეხლა ვეგასში მაგას მოვყვები რომ ძალიან კაი გამოცდილება იყო ძალიან კაი კემპი გავიარე ყველაფერმა ძალიან მაგრად ჩაიარა ავამაღლე რა თქმა უნდა ჩემი ყველა ის
ნაკლი და ყველა ის სიზუსტეები რაც ქონდა და პირველ რიგში რაც ვეგას მომცა ეს არის თავდაჯერებულება ჩემი თავის იქიდან გამომდინარე რომ ეს ბიჭები ვინც იქ არიან UFC-ში არიან ყველა გონია რომ ვინმე შენზე რამით მეტია გაინტერესებს მათთან ერთად ვარჯიში და საკუთარი თავის გამოსწა და იქიდან გამომდინარე რომ ალბათ შეიძლება რავი ცნობიერება ჩვენ თავს ისე არ ვაფასებთ როგორც საჭიროა შეიძლება მაგ ყველაფრიდან გამომდინარე მეგონა რომ მაგრები იყვნენ მაგრამ რო ჩავედი პირიქით ნახდა ყველაფერი და მაგიტომ მომბრო ჩემი ანუ თავდაჯერებამ რაც ვეგაში ვარჯიშები დავიწყე იქ PI-ში სპარინგები მქონდა უფრო ზემოთ ავიდა და უფრო მოიმატა და უფრო ვიწამე ჩემი ძალების რომ უფრო მეტი შემიძლია და შეუძლებ ამირან სინდიკატზე საუბრობ ხო ალბათ ზოგადად ყველაფერზე თუნდაც სინდიკატზე თუნდაც UFC-ს PI-ში დავდიოდი ხოლმე სასპარინგო და ყველგან და ძირითადად ანუ ძირითადად ხო ლას-ვეგასში იყავი თუ არ ვწდები ძირითადად ლას-ვეგასში ძირითადად ვარჯიშები მქონდა თავარი ვარჯიშები სინდიკატში მაგრამ რამოდენიმე ბიჭს მოვეხმარე UFC-ს ბრძოლები ქონდათ UFC-ში და დავდიოდი ხოლმე PI-ში და სპარინგები და რაღაცები ქონდა და ზოგადად როდესაც ჩხუბები არა გაქვს სინდიკატში მაინც არა გაქვს სპარინგები, ანუ ვინმეს თუ მიეხმარები და ეგრე მაგალითად როგორც მოვეხმარებოდი ხალილ რანთრის და ეგრე რა, ისე რომ ჩემზე ყოფილიყო მორგებული არ იყო, იმიტომ რომ ჩხუბი არ მქონდა და ამიტომ მივდიოდი PI-ში და იქ უკვე ბევრი სპარინგი მქონდა და ძალიან მაგრად აქტუალურად თან ყოველთვის ვცდილობდი რომ დიდ ბიჭებთან დამდგარიყავი ტონით, ჩემთან შედარებით 94 მეჩხუბერებთან, 93 მეჩხუბერებთან და ყველაფერი ძალიან მაგრად იყო რა. და თვითონ როგორ შეაფასებდი Roundtree-ს ამირან, ანუ როგორც ადამიანი ურთიერთობაში ჯიგარი არის მაგალითად. კი, ნორმალური, კარგი ტიპია, ანუ ცუდი არაფერი საერთოდ. ანუ აგრესიას რამის ვერაფერს ვერ იგრძნობ იმისგან. ამირან, მე ვიცი რომ ჯამალ ჰილი და მერაბი საკმაოდ ახლოს იყვნენ რა და ჯამალ ჰილისგან სულ კაი რაღაცეები მესმოდა რა მერაბზე რა ქართველები მაგრამ მიყვარსო და რაღაც და მე მაგის შემდეგ სულ ჯამალ ჰილის ასაპორტები ასე ვთქვა ხო? კი და ანუ ეხა შენ როგორც პროფესიონალი და როგორც გამოცდილი ხარ ნასპარინგები ხარ ხალილ რაუნდტრისთან და ეგ ბრძოლა არის აზერბაიჯანში ხო? კი და ანუ სტილისტურად შენ ვის მისცემდი უფრო დიდ შანსს მოგებაში. პირველ რიგში არა ობიექტურად და ჩემი აი ასე რომ ვთქვა რომ იქიდან გამომდინარე რომ მე ვარჯიშობდი ხალილთან ერთად ვეხმარებოდი ანუ რაღაცა წვრილი ხო შევიტანე რაღაცაში მაინც ელემენტარული რავი ბევრი სპარინგი მქონდა საკმაოდ кейჯი და кейჯის გარეთაც და მაგისგან გამომდინარე ძალიან მინდა რომ გაიმარჯვოს. მეორე უნევრებია. ფიზიკურად სიმაღლეში იქნება ცოტა სხვაობა და გაბარიტებში, რადგან შევხვდი მე PI-ში რამოდენიმეჯერ ჯამალ ჰილი და ფიზიკურად უფრო დიდია. მაგრამ ეხა წონას რო დაიკლებს და რაღაცა ვნახოთ როგორ იქნება. ვნახოთ საინტერესო ბრძოლა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ორივე სტრაიკერები არიან, რაც მთავარია. ხალილ რანთრი უძლებს ძალიან კარგად დარტყმებს. ანუ იტანს კარგად დარტყმებს. რა ეხა ფაქტიურად იმ ბრძოლაში ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო პერიერასთან, თან პერიერა რო გირტყავთ. სხვა თემა და კი ნახეთ 3 რაუნდი იგაფერფე რა ასე რო თქვა და ეგრე ხა მაგას იმას ვერ შევადარებთ ხა იმას ერთი მოვარტყა და გაითიშა მაგრამ ეგრე არ არის ხო ხდები ხა მაგით ვერ გადავწყვეტ მაგრამ მგონია რომ საინტერესო ბრძოლა უნდა გამოვიდეს და იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებს ხალილი ეგ ბრძოლა ძირს არ იქნება არასდროს რა ესე მგონია რა დაჟე კლინჩი შეიძლება მაქსიმუმ კლინჩი ეგენი ძირს არ წავლენ რა stand and bang რა კლინჩი სხვათა შორის მოაიტაი აქვს ბაზა და მუხლები დაყვები კარგად მუშაობს ხალილი რომი აჰა მიკროფონს გაძლევ და მე გადმომაწოდე როცა მორჩები 1 საათის შემდეგ მისმე მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ საქართველოში ქართველი ბიჭები ფიზიკური ტალანტი რაც გვაქვს ჩვენ ქართველებს ამ სპორტის ხო და გენეტიკურად რაც მოგვდევს
არ ჩამოუვარდება კი არა, აღემატება უმეტესობას, რაც ჩემი გამოცდილებიდან რაც მიგძვნია მინახავს სხვების შესრულებით ჩემზე უფრო ნიჭიერები და უფრო მაგრები ვინც არიან ათლეტურად უფრო დაჯილდოებულები ვინც არიან იმათი შესრულებით მინახავს, რომ აი აქ ეს კვალიფიკაცია რო აქ თქვა ქართველი როა და იმას აი აქ მაგრამ ეს ქართულია და სხვანაირად რაღაცნაირი ნიჭი აქვს გენეტიკურად ბრძოლის ცოტა ოდნავ ცოდნას თუ მისცემ და დაგიჯერებს და ისწავლის ეგრევე ახდება მაგის პოტენციალი და ეგრევე უთანაბრდება სხვებს რა და ჩემი გადმოსახედიდან რა მინდა ვთქვა ის ნიჭიერი ბიჭები საქართველოში ვინც არიან აი ეს სისტემა რო რაღაცა რო მივამატოთ აქედან ვარჯიშების რაღაც ცოდნა უფრო რა ალბათ რაღაცეებში ძალიან მალე მივიღებთ მაგარ შედეგს ქართულ დარბაზებიდან უფრო მაგარს ვიდრე გვაქვს დღეს და შენ თავარი განსხვავება რა დაინახე რაც გვჭირდება აქედან დასამატებელიც არის რა აი დაახლოებით იმიტომ რომ მე საქართველოში 15 წელი არ ყოფილვარ და არ ვიცი რა აქედან რასაც ხედავ იმას ვამბობ კი ბატონო გასაგებია რაც ჩამოვედი ხა დარბაზში რომ მივდივარ ბიჭები ყველა საინტერესოს რა იყო როგორ იყო და შენი გამოცდილება შენი აზრი უნდა რომ გაუზიარო ყველას და ჩემი აზრი და სწორი რაც არის რაც მგონია ერთ-ერთი ის არის რომ ჩვენ შენ რაც თქვი რა ფიზიკურად ასე მგონია რომ ყველას ჯობი ვართ რა ფიზიკური მონაცემები გუნებრივი ძალა და ინსტინქტური ჩვენ რინგზე რო გავდივართ მე მაგალითად ჩემ თავზე ვიტყვი რა რავი თავიდან რო ვიგებ ბრძოლებს ვიგებდი არა იმის ხარჯზე რომ მაგარი მომზადება ქონდა ინსტინქტის ხარჯზე და იმ გულის და იმ ჟილკის და შემართების ხარჯზე რა ასე რო ვთქვა და ჩვენ ბიჭებს უნდათ რაღაცა კონკრეტულ დეტალებზე მუშაობა კონკრეტულად მე თუნდაც აი მანდ ხარ რომ ჩამოვედი და ვინახე რომ დგას მთელი გუნდი და ერთი და იგივეს ამუშავებს ერთი და იგივე რაღაცას ეს პატარა მცირე დეტალები არის ის რაც მე სამომავლოდ გაძლევს უკვე შედეგს რა და კონკრეტულად ჩხუბი დროს მე თავში გაქვს ყველაფერი ჩამჯდარი და ამ ყველაფერს იყენებ რა და ანუ კონკრეტულ პატარ-პატარა დეტალებს უნდა ყურადღების მიქცევა რა და შედეგი აუცილებლად დადგება ის რაც დასაგული აქვს მიდანი ანუ შრომა ასე მგონია რომ ვარჯიშს არავინ არ აკლებს აქ ბიჭები არ ვარჯიშობენ ნაკლებს თუ მეც არა უბრალოდ ამას სჭირდება სწორი ვარჯიში სწორი მიდგომა მე ეხა როდესაც ვარჯიშობდი ახალციხეში მეგონა რომ ეს იყო ამაზე მეტი რა უნდა გამეკეთებინა ხო ხობსები და ეს იყო საკმარისი იმისთვის რომ ჩუბი მომეგო და ეს მე რო არ ვიცოდი სხვა დარბაზებში რა ხდებოდა და ვარჯიშები როგორ იყო ვიცოდი უბრალოდ ჩემი თავის მჯეროდა რომ მე მაქსიმუმს ვაკეთებდი ამისთვის და ეგ მეხმარებოდა იმაში რინგზე რო გამოვდიოდი თავდაჯერება მქონდა ძალიან მაღლა იქიდან გამომდინარე რომ მე ხო ამისთვის ყველაფერი ჩავდე და ყველაფერი გავაკეთე და სინამდვილეში ეხლა რო ვუყურებ მე იმ ვარჯიშებს ხო ანუ სისულელე ვარჯიშებს ვაკეთებდი რაღაცებს ზედმეტს ვაკეთებდი რაღაც უაზროებს ვაკეთებდი ანუ მოხდები შეიძლება დილის ვარჯიში ყოფილიყო სხვა და საღამოს ვარჯიში ყოველდღე ყოფილიყო უბრალოდ მუშაობა წყალთან ესე რომ ვთქვათ რა კრივის ტომარასთან და ეგეთ პატარ-პატარა დეტალებს შეიძლება ყურადღების მიქცევა და ახლა კიდე ყველას რასაც მე ვეუბნებოდი და ჩემ თავს რასაც ვეუბნები კიდე საქართველოში ხორობთ სადაც ყავს უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და როა ვიღოთ სტატისტიკურად ჩვენი მოჩხუბრები ზოგადად ნახევარზე მეტი ვართ სტრაიკერები და ძალიან ბევრს კიდე ანუ მე უბრალოდ ჩემ თავს დაცვა ვისწავლე ასე რომ ვთქვა კარგად და ამ დაცვის ხარჯზე ვარჩევდი თავს ეხა უფრო სწორად გავანი უფრო ჩემი ჭიდაობა უფრო განმავითარე და უფრო გავძლიერდი მაგრამ აქამდე ეგრე იყო რა ანუ არ ვაქცევდი დიდ ყურადღებას ჭიდაობას ერთად სტრაიკი კი ასე ისე და მოკლედ რის გამიდა რა ამ ოლიმპიური ჩემპიონების ქვეყანაში ვართ ბიჭები რომლებიც სოფლიოს აზანზარებენ და უნდა იყოს გასვლითი ვარჯიშები უნდა იგანონ ბიჭებმა ჭიდაობაზე და ეს ყველაფერი მე უნდა გადაიტანონ MMA-ში და ეს იქნება ძალიან მაგარი რა მათთვის და დაეხმარებათ მაგრამ ეხლა მე და ლევანიც რო იქ ვიყავით სულ მაგაზე ვსაუბრობთ რომ ეხლა ჩამოსული რო იყო ბიჭებთან მისული ჭიდაობაზე მაჭარაშვილი ამხელა ლეგენდა კაცია მაჭარასთან იქ კენჭაძესთან და მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა მაგით ლევანისთვის რა და ეხლა მე თუ აპირებ რომ ბიჭებს შევეხმიანო და ვიარო ჭიდაობაზე რა იმიტომ რომ მართლა ისეთი თემაა ეხლა რა
დაღესტანელები გამოდის ყველა მაგარი მოჭიდავია, ყველა მოჭხუბარი თითქმის დაღესტანი არის მაგარი მოჭიდავი. თუ დაღესტანი გამოდის და სტრაიკერია, ესე იგი დაღესტანში არ ცხოვრობს. არა. უყურე დაღესტანში ცხოვრობს, მაგრამ დაიწყო სანდით და ძალიან ბევრი ჯგუფი აქვს სანდაში ჩატარებული. როგორც აი სკოლა აქვს. მაგამედ შარიპოვი. ხო, აბარა. მაგამედ შარიპოვი იყო და არიან ბევრი კიდე მუსლიმ სალიხოვი საერთოდ მაგ სპორტის ლეგენდა სანდაში და ყველაზე ბევრი ფინიშია. არა, მაგამედ შარიპოვსაც მიუხედავად იმისა, რომ დგომიდან აქვს დაწყებული კარიერა, ძალიან მაგარი კიდეობა აქვს მათ. ბიჭო, არა, ხო, ეხა. არა, რამდენად მithვა. წარმოიდგინე, ხა, ანუ დამეთანხმები ვიყოთ, რომ როდესაც ის ძალა გაქვს ფიზიკურად მთის კავკასიური რაღაცის ჯანი და ამას პლუს დაამატებ ცოტა ცოდნას და ტექნიკას, ის ძალას მე უკეთესად იხენებ. ნაკლებად ხარჯავ რაღაც სიტუაციებში. ხა მაგალითად ჩვენთვის მე რასაც უყურებ, ადგომის ტექნიკა ზოგადად რაც მოსაწყენია ყველაზე და ეგ უნდა აკეთო საათობით დრილინგი ერთი და იგივე რომ ჩაჯდეს ერთი წამის მიასედი თუ დამჭირდა ფიქრი იმაზე რომ აი უნდა გააკეთო და ეს უნდა თუნდაც სწორად მოიფიქრო ეს უნდა გავაკეთო უკვე ინსტინქტში თუ არ გაგდა კუნთებში ის რომ უკვე უნდა გააკეთო სანამ დაფიქრდები მანამ და აკეთებდი უკვე ინსტინქტურად ხო კი ადგომის პრობლემა გვაქვს ჩემი აზრით ჩვენ ქვემოდან რო ანუ ზოგადად აი ხა ზოგადად რავი ხა ვიღაცა მე ენაცვალოს ყველა ჩემი თავი, ვინც საქართველოს ტრენერები არიან და ძალიან ბევრთან მიმუშავია და ჩემი ყოფილი ტრენერების და მოქმედი ტრენერების და ახლანდელი ტრენერების დამსახურება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ რომ ამ დონეზე ვარ და რაღაცები ვისწავლი, მაგრამ ზოგადად სიმართლე რო ვთქვა, ხო? ტრენერების პრობლემა არის ჩვენთან და ტრენერების თაობა მე ყოველთვის ვიძახი ამას, ტრენერების თაობა წამოვა მაშინ, როდესაც ჩვენი თაობა, ჩვენი მომავალი თაობა უკვე ახტაკში შევალთ სპორტს თავს დავანებთ და უკვე ჩვენ გადავალთ ტრენერობის სტადიაში ხა. როდესაც კონკრეტულად ერთი მებრძოლი, ანუ ელემენტარული UFC-ში იქნება, რამოდენიმე ბრძოლას ჩაატარებს, საზღვარგარეთ ბრძოლას ჩაატარებს და მერე უკვე ნახავს გამოცდილებას, ხო? წააგო, მოიგო ბრძოლა, ვისთან წააგო, ვისთან მოიგო, რა გაუჭირდა, ხო? მერე უკვე ის ტრენერი გახდება, იმისთვის ბევრად მარტივია თუ მარტივი, ანუ იმას ვიძახი, რომ იცით უკვე რა უნდა ასწავლოს რა, თავის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა ასწავლოს, მოსწავლეს, რომ ხოაზე ხარ რა, დაეხმაროს. ანუ არიან ისეთ ტრენერები, ვისაც არ უჩხუბია და მაგარი ტრენერები არიან, მაგალითად კრივის ტრენერი ფეროუჩი და ანუ ხო ეგრეთებიც არიან, მაგრამ მაგას სამაგიეროდ აქვს ის, რომ დადის აქეთ-იქით ეგეთი ტრენერები დარბაზებში და იღებენ ასე ვთქვათ რა, ეხა გამოცდილებას ეხა აქ სადაც ვარჯიშობთ დინიკაში და ვიღაცა გაცვლითი ვარჯიშები ხო იყო, რომ ვიღაცებს მოყავდათ სპარინგებზე ჭიდაობაზე ჯონუდთან თავისი მოსწავლეები და ყოველთვის ეხა ჯონუდი რა ხდება და უყურებთ და მაინტერესებდა სულ იღებდნენ ჯონუდის ვიდეოებს, რომ მე ალბათ თავისთვის ენახათ და ესწავლათ თვითონაც და ხო ხვდები ეხა ყველა დარბაზს აქვს თავისი მიდგომა რა, ყველა დარბაზში სხვადასხვა სიტუაცია და ასე რომ ვთქვათ რა, მოკლედ მაშინ არის ტრენერების პრობლემა, იმიტომ რომ ბევრია საჭირო ეხა საქართველოში რა მოდი ავკრიფოთ რავი რამდენი ტრენერი 10 MMA-ის ტრენერს ნახავთ? შეიძლება ხო დარბაზი ვისაც არის. ხო, ხდები რა, ვთქვათ 10 და UFC-ში ხო, რავი ეხა UFC-ში კი არა. სინდიკატში 10 ტრენერი მე მგონი მარტო ერთ ვარჯიშზე იყო. ერთ დარბაზში, ხო. ხო, ხდები ეხა ჭიდაობის 2 ტრენერი ყავდა. 3 უფრო სწორად. 2 ჯიუ-ჯიტსუს ტრენერი. 3 სტრაიკინგის ტრენერი, ანუ ჯონ უდის რო ჩავთვალეთ. მე-4 კიდევ აუ კაროში რა 10 ტრენერი უეჭველი იყო, თან ყოველდღე ხდები და ეგ უკვე ძალიან ბევრ ამას ნიშნავს რა. თუ იყო რამე საინტერესო მომენტები ისეთი შენთვის ახალი, რაც არის მაგალითად კედელთან მუშაობის სისტემა, არ ვიცი მე რამდენად არის შემუშავებული ჩვენთან ის, რომ ბიჭები მინახავს კედელთან ეცემიან, ცდილობენ ზურგი აიღონ, მაგრამ იმის ის არა აქვს აშკარად ნავარჯიშები აქვს იმაზე რომ ოდნავ თუ მოკარჩავ კედელთან ადამიანს სივრცეს შექმნი მე შეგიძლია უკვე წელი აიღო და მე გამოხვიდე ზურგში ან ქვემოთ რო ხარ ხშირად აი წვანან რა იმაზე ბეჭებზე და ცდილობენ რომ შტანგასავით აწვიონ მოწინააღმდეგე ის მაგირად რომ ცოტა იდაყვი ჩავუყვან გვერდზე გადავიდნენ და აფეთდნენ მე გვერდზე და ეგეთი დეტალები რა კაროჩე და რამე ისეთი თუ იყო რამე ის რაც ყველაზე შენთვის საინტერესო იყო ასიახლე რა
კონკრეტულად. მეკითხები, ანუ ზოგადად ეხა იქიდან გამომდინარე, რომ არ ბევრ დარბაზში ნამყოფი და ბევრჯერ ვარ სპორტზე ნამყოფი, ასე რომ ვთქვათ, ევროპაში და სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში მოკლედ. იქიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რომ რაღაცით აქ ანუ რაღაცა გასაკვირი რამე ხდებოდა, არა, ერთადერთი კარგი რაც იყო და რაც მომწონდა იყო ის, რომ დამუშავება ძალიან ბევრი. ეს არის თავიდან როგორც ვთქვით, თუნდაც კედელთან, ერთი და იგივე რა. ხო, ანუ თან ჯაჭვურად რა, მაგალითად, კედელთან რომ გასწავლი მე დაუშვათ მივედით დღეს გვაქვს კონკრეტულად კედელზე მუშაობის დღე და ვმუშაობთ წელიდან როგორ უნდა ჩაიყვანო. მე ამის მერე წელის მერე გადადიხარ ან პირიქით ამ ფეხიდან როგორ უნდა ჩაიყვანო, ფეხიდან რო ვასწავლი მერე გადადიხარ წელზე. ანუ ისე არა რომ კედელზე რო ერთი რაღაცა ამუშავე, მე ცენტრში არ გამორბიხარ და ფეხში შესვლათ არ ასწავლი რა. უკვე სხვა დღე უნდა იყოს და სხვა დღეზე უნდა იყოს გათვლილი. როცა ჯაჭვური უნდა იყოს. ჯაჭვურად არის გადამული ყველა მომდევნო სეკვენსი ერთმანეთს. ხო, მაგრამ ეგ არის ახლა აქ პრობლემა რა. შეხედავ ერთხელ. ანუ რომ მიხვალ და ვაი იტყვი რომ რა ხო დამუშავებას აკეთებენ, მაგრამ ამ დამუშავებას ზოგჯერ რაღაცა დეტალები არ ემთხვევა ის რომ ეხა პირველად დავიწყეთ ვარჯიში დაუშვა და მამუშავებინებ პირველი 5 წუთი ფეხის შესვლა ცენტრში და ზურგის აღებას, მერე უცებ იმასთან ვდები რა ქვია და იქ ვაფშე სხვა რაღაცას ვამუშავებინებ, ანუ ცენტრში თუ მუშაობთ ცენტრში შესვლაზე, ცენტრში რომ ფეხში როგორ უნდა შეხვიდე, ეგ უნდა მასწავლო, ფეხში შესვლას რომ მასწავლე და მაგის შემდეგ უნდა მასწავლო ფეხი რომ დაიცვას, სად უნდა წავიდე. როგორ უნდა ავიდე წელზე, წელი რომ დაიცვას. ლოგიკური გაგრძელება რა. ხო, ანუ ჯაჭვურად აი ესე უნდა მუშაობდეს, ხვდები და აი ეს პრინციპი რომ იყო მანდ ეს ყველაფერი მომეწონა ძალიან. მაგას აგებია. აი ბარემ გიორ ახან გასულია, ბარემ ამ თემაზე ჩამოვა გუშინ ბარემ შენდალევანის თემაზე გადავიდეთ, გუშინ ლაივში ვიყავით, ჩემი ახალი YouTube არქივი მაქვს, ყველასთვის საყურადღებოდ. რამოდენიმე ესეთი კაი ვიდეო დავდე უკვე. ბრეიქდაუნი დავდე ბიზნესის სხვადასხვა გამოსწინათ და მერაბის დავდე და ბიზნესამ მომწერა დღეს ჩუბოვსკი და ბიზნესამ მომწერა რა ესა აშკარად გეტყობოდა რომ კარგად შეისწავლე ჩემი მოწინააღმდეგო და მადლობაო და რა გირჩევთ ყველას რომ ნახოთ ძალიან ბევრ დროს ვთმობ იმას რომ მოჭხურების ფირს ვუყურებ საათობით ვზივარ ვსწავლობ და მე ვდებ ბრეიქდაუნ ფაილზე არ ვლაპარაკობ ხოლმე და შრომატევადია ეს ძალიან და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ეხა დღეს მქონდა ერთ-ერთი ინტერვიუ აკრას თქვენ თანამედ ფაქტში მოვიდოდ და ეგ კითხეს უბრალოდ რომ ლევანი ყავდათ მანამდე და ლევანმა თქვა რომ პირველი ამირანი მოხდება და რაღაც ანუ მაგას ვერ ვიტყვი პირველი მე მოხდები თუ ანუ ეხა უკვე ლევანი დოლა მოიგო ძალიან მაგრად ამაჯერებლად საბუთები ყველაფერი მწყობში აქვს და ეხა შეიძლება რა ხდა ერთ თვეში ერთ კვირაში ხო ხდები ეხა აი ბოლოს მოხდა ეხა 31-ში დოლარო იყო რა ივენთი ლას-ვეგასში მანდ იყო ისეთი სიტუაცია რომ აი როგორ ჭირდებოდა 67 მეტრის მოჭხუბარი აი ყველაფერი ცადეს ჩასვეს მე ვიღაცა აი ისიც ამოვარდა ჭხუბის დღეს ჩაეხსნა ანუ ყველაფერი ცადეს რა მანდ მქონდა ერთ-ერთი რეალური შანსი მოკლედ რაღაც საბუთები ისის და ხო და მე ეს ტიპი გადმოსვეს ახლა მერაბის ქარტზე რა მერაბის ქარტზე ამოვარდა 77-ში ვიღაც ანუ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო რა შეიძლება რა უბედურ დღეზე ყოფილა გაჩენილი რა ხო მე ანუ ლევანი რო ყოფილიყო ლას-ვეგასში ცოტა მენეჯერსი აქტიურა რაღაცა აქეთ იქიდან გამომდინარე რომ საბუთები ყველაფერი მწყობში აქვს ხო ხდები რა იქნებოდა რა ანუ ამირან როგორც გავიგე ერთადერთი პრობლემა ეხა არის official paperwork საბუთები და აუყურე რა სიტუაცია მქონდა სამშაბათს ველოდებოდი საბუთებს და პასუხი სამშაბათს დაანონსდებოდა ყველაფერი თუ პასუხი მომიდოდა ხდები დააჩხარებულზე მქონდა სამუშაოზე გაგზავნილი და სამშაბათს მომივიდა რომ სამშაბათამდე დამელოდნენ და სამშაბათს მომივიდა რომ ისა დამატებით საბუთი მომთხოვეს ხო ხდები და გარჩი ანუ ეს დამატებით საბუთი ძალიან ელემენტარული რაღაცა მოკლედ ეს ტრამპის მიერ გართულებული სისტემა შენ წარმოიდგინე შენ რამოდენიმე დღე და მე რამოდენიმე წლით გადამედო green card-ის აღება მაკაცის გამო. ხო რა პირადული არაფერია ძმაო რა. მოკლედ ეგრე რა და ხო რაც შეეხება კიდე თუ მეკითხებოდნენ აქ ვისთან მქონდა მაგარი სპარნიგები აქეთ იქით რაც ამერიკაში ვარ სამწუხაროდ იყო ის ფაქტი რომ თავიდან ლევანი ვერ ვარჯიშობდა და მე უკვე ბოლოს როცა კარგად დაიწყო ვარჯიში მე საქართველოში წამოვიდა და აქ მომზადა თუ სადმე
ამერიკაში ანუ იქ იმით დარბაზში ვიყავი ექსტრემ კულტურში და ხო აქაც და UFC-ში ვისთანაც ყველაზე კარგი სპარინგები ჰქონდა და ვიტვირთებოდი, მაგრამ იყო ლევანი რა, ერთმანეთს ვტვირთავდით, ერთ ზონაში ვიყავით, მაგრამ და აი ასე რომ ვთქვა, ერთმანეთს რომ ანუ მართლა რომ ანვითარებთ რა, ასე რომ ვთქვა რა. კი. ძალიან მაღალ დონეზეა ლევანი, ძალიან კარგად არის, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ მებრძოლი იყოს და უბრალოდ ჭირდება თავისი შანსი და მე ასე რომ ვთქვა, მე ჩემი შანსი და UFC-ში არ ყავს ახლა ისეთი სიტუაცია ერთადერთი უკვე არ ყავს ილია და ის იყო ერთ ზონაში მხოლოდ გიგა ხო და ეხლა უკვე ფაქტიურად აღარ ყავს ისეთი სიტუაცია სადაც ერთ ზონაში ორი კაცი ვიქნები და ორი მხრიდან შეუტევთ კაროჩე და რომელიღაცას გავუვარდებ ორი და კი არა დაჟე 4 მხრიდანაც მინდა იქით იცვა აქეთ ჭუმბურიცია მაგრამ მინდა 4-ვე რო გნახოთ რა ეხა არის თოფურია და დვალიშვილი ბანთამვეიტში უკვე თოფურია ალექსანდრე უმცროსი ხო ალექსანდრე მაგრამ ნუ ეგენი ახლა შორიშორ არიან ახლა მან არ არის ხო და მაგაზე მაინტერესებს რომი რა ეს არის ცოტა ისეთი რაღაც კითხვა არის თითქოს რაღაც გამაღიზიანებელი თუ რაღაც ხოვაზე ხარ ისეთი კითხვა გამოდის იმიტომ რომ ბოლო აი ლევანი რო იყო რა მართლა ზუსტად ეგრე თქვა რომ ანუ შენზე თქვა რომ მე ვკითხე პირადად რომ ვინ იყო მეთქი შენთვის რა ყველაზე მაგრად ვინ გამოგადგა როგორც სპარინგ პარტნიორი შენი სახელი ძმაო ამირან გოგოლაძე რა და მე რომი მახსენა რომ ერთი ოცნება მაქვს რომ შეიძლება ზუსტად ეგრე არ ვთქვია მაგრამ შენ და ამირანი რომ შეხვდეთო ტიტულზეო კამარზეო ეს არის ჩემი ოცნებაო რა არა მოდი დამამთავრებული ჯერ არ მესმის რაც არ უნდა ილაპარაკოთ უკვე ჩვენ ალაპარაკები გვაქვს მე და ლევანის ხო აი მაშინ ვიდეო ხო ანუ ზოგადად მერც მაქნას ისე რომ ჩვენ მაგდონეზე მივიდეთ რომ სალაპარაკო გახდეს ის რომ პირველ და მეორე ნომრებს ან ჩემპიონი და ერთი რომელიმე ჩემპიონი ვარ და მეორე პირველ ნომერს იკავებს მერც მაქნას რომ აქამდე მივიდეთ რა და მე რაღაცას მოვიფიქრებ ჩვენ არ არის მაგას პრობლემა ძმები ვართ ბაზარი არა ბიჭო უყურე ახამას ხალხი არასწორად უყურებს უბრალოდ და კიდევ ერთხელ ყოველთვის ვცდილობ რომ აუხსნა სწორად კონტენდერები უკვე UFC-ში ვყავდა, ჩემპიონები ვყავს, ყველაფერი გამო ერთადერთი რაც არის დარჩენილი არის UFC-ში საქართველოს ჩატარება, რაც ცოტა სხვა ლოჯისტიკასთან არის დაკავშირებული და მეორე ორი ქართველი კამარი ორი ქართველი ძოლა კამარზე. ანუ ქართველი ბიჭები მაინც ეჩხუბიან ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირებზე, ხო, GFC, AFC, იქით-აქეთ რაღაც ტურნირებია. ამ ხელა პლატფორმაზე წარმოიდგინე რა მაგარი. ამ ხელა პრესტიჟია რა. მაგას ჭირდება აი როგორი რაღაცა ისი დაახლოებით ალბათ 20-30 მებრძოლი რო იქნება UFC-ში რა ქართველი ძალიან შორს ვარ მაკედან ან როცა სხვა გზა არ იქნება და ერთი პირველი ესე რო დავსვა კითხვა ამირან რა რომი რა ესე რო დავსვა კითხვა ამირან შენ გაქვს ტიტულის ბრძოლა ტიტულზე და რა თქმა უნდა შენ ხარ ყველაზე მაგარი ძმაო და ყველა გუჯერა შენი რა და შენ გახდები ჩემპიონი ალბათ ნოკაუტით ამ მოირჩევდი რომ ლევანი იყოს ან ქართველი შენი ოპონენტი ან ვიღაცა რუსი სიცოცხლეა ანუ რა თქმა უნდა მაგას რა თქმა უნდა ეხლა ორჯერორია ეხლა ეგ აი გიო მაგრა დასვა ეხლა უფრო გასაგებად რა თვითონ ბიჭებს უნდა დაეკითხოთ სანამ ეს არ გამიგე რა what makes more sense რა მინდა კითხო იცი ეს მაგალითად მე რომ ვიყო კიდე მაგასთან დაკავშირებით თავიდან რომ ჩავედით მე და ლევანი ანუ საქართველოსთან ვიცნობთ ერთმანეთს რაღაცა კეთილი მე რო ჩავედით გქონდა მაგ თემებზე საუბარი რომ აი რაღაცა როგორ იქნება და უშუალოდ რა შეიძლება ვქნა და დაუშვით კიდევაც რომ მაგის დედაცვატირე რა თითქოს გავაკეთებ და რაღაც მაგრამ მე რო გავიდა რაც უფრო დაუძმაკაცი და უფრო სხვანაირად ანუ ეხლა უკვე სხვანაირად ვფიქრობ ფულია რა თქმა უნდა ფულია ერთმანეთს რომ პირველი და მეორე არავის არ აინტერესებს ქართველი ფაით მერაბის ბრძოლა მოდის რა
და რავი, აბა შენზე კარგად ვერავინ ვერ გვეტყვის აგვიხსნის, ეხა მერაბის მენტალიტეტზე, მომზადებაზე და ერთ-ერთი კითხვა მაქვს, ანუ როცა დამარცხებული ყავს ოპონენტი, ხო? და ყველა იძახის, რომ ანუ არ იმსახურებს мотивация და ან სტილისტურად როგორ შეიძლება წავიდეს ეს ბრძოლა რა, მოვჩი მე. მე მაქვს საწყის კარიერა როცა დავიწყე საქართველოში ერთი და იგივე მებრძოლთან ჩატარებული ორჯერ ბრძოლა და ასე ანუ არ სიამოვნებდა მაგალითად მეორე ბრძოლა რო იყო მით მიუხედავად იმისა რომ პირველი ფინიში ჰქონდა მოგებული ანუ ზოგადად რო რა თქმა უნდა ომალი ბევრად სხვანაირად იქნება შეცვლილი გეგმა სხვა იქნება უკვე მუშაობენ ამდენი ხანია მე რამე ჭუბი და იქაც ხო დააკვირდნენ არა ანუ ბევრი რამე ქონდათ იმათ წინ რომ შეეცვალა თავისი მომზადება და ყველაფერი და უბრალოდ მე ყოველთვის ვამოვდი და ყოველთვის ვიტყვი იმას აქამდე ვიცოდი რომ მერაბი როგორი იყო და ეხლა სხვანაირად დავინახე საერთოდ მერაბი ერთადერთი და მერაბის დასამარცხებლად ღმერთმა არ ქნას ეგეთი რამე თუ რაღაცა რუ დაწმას რაღაცას გაატარებს რომელსაც ვერ დაინახავთ ასე რომ ვთქვათ ეგეც ძალიან გამძლეა იტანს ნებისმიერ დარტყმას ასე რომ ვთქვათ და არ არსებობს გზა მერაბის დასამარცხებლად მაგის გარდა და მაგას კიდე მაგეთან გამომდინარე მერაბს კიდე მაგრად იცავს თავს ანუ სტილიდან გამომდინარე იფიქრებ რომ როგორ შეიძლება რომ სტრაიკში ხელი ვერ მოვარტყა მაგრამ ძალიან მაგრად მოძრაობს ფეხებზე მაგრად აგებს ხაფანგებს მაგრად გიცვლის სართულებს და ძალიან ძნელია დასაჭერად რა და მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა არა ამ ბრძოლაში არამედ ნებისმიერ ბრძოლაში აუცილებლად გამარჯვებული გამოვა რაღაცა ანუ შემთხვევა MMA-ა ხდება ანუ სისულელები ხდება და ღმერთმა არ ქნას რომ ასეთი რამე დაუშვას ვერავინ ვერ შეიძლება მერაბის დამარცხებას რაღაცა თუ არ ატკინე თავიდანვე ან სადღაც შუა რაუნდში ვერ დაიჭერე რა შანსი სხვა რაღაც უნდა დააზიანოს ზიანი არის ერთ-ერთი პასუხი რომ მაგას მოუგო რა რომელიც მეხუთე რაუნდში აჩვენა ხო tip kick-ებით რა და რა მაინტერესებს იცი ამირან ჯონ ვუდი იძახის რომ მერაბი ყოველ იზრდება ანუ უკვე არის პიკში თითქმის 35 წლის არის ანუ მაგრამ ყოველთვის სწავლობს და ერთადერთს იძახის რომ მერაბ შეუძლია ფინიშიო რა და რამდენად რეალური გონია რომ მერაბ ეხლა ამ ეტაპში აითვისოს ის და გახდეს ფინიშერი ფინიში ანუ უყურე ეხლა მაგას არ გავაკეთებ ჯონ უდის სიტყვებზე განმარტებას მაგას რო ლაპარაკობენ სხვა რაღაცაზეა ზოგჯერ რაღაცა გათვლილი მოკლედ ეს ხდება შერო ფინიშზე ლაპარაკობ სხვა რაღაცებზეა ყველაფერი გათვლილი მაგრამ ზოგადად იმას ვიტყვი რომ მერაბმა შეუძლია შონომალი ისეთ აღალოს რომ ფინიში მაგით მიიღოს მერე უკვე გაატაროს გომში არ ვიძახი მე ვამბობ პარტერში ამ ყველაფერს და მე ვამბობ როცა გადავაჭი დაობაზე და როცა ჩაიყვანს და ზურგს აუღებს და იმ აქ შემთხვევაში ვამბობ თავის დაღლილობისგან შეიძლება მივიდეს ფინიშამდე მერაბს შეუძლია უფრო დომინანტური იყოს მერაბს შეუძლია პირველ რაუნდში მეორე რაუნდში ერთი რაღაცა ჩაიყვანს მოწი რამდენი ფეხზე აღარ ააკეთოს მაგრამ ეს მაგისი გეგმა იცის მერაბმა როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა და მე თუ მკითხავთ ქართველ მებრძოლებში ანუ თამამად ვიტყვი მას ბრძოლის IQ fight IQ მერაბს აქვს ერთ-ერთი უმაღლეს დონეზე იმიტომ რომ ყველა უყურებს იძახის ყველა რომ ერთი და იგივე სტილით ჩხუბობს და ვერავინ ვერ იჭერს ვერაზოს ვერაფერზე იმიტომ რომ იცის მერაბმა როგორ უნდა იჩხუბოს და იცის როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა მაგასაც ხო დისციპლინა ჭირდება ერთი და იგივე არ ვაკეთო მაგას ნერვები და დისციპლინა ჭირდება რომ ერთი და იგივე დაამუშავო ზუსტად ის რაც ჭირდება კონკრეტული მოწინააღმდეგისთვის ეს ძალიან ზოგადად მერაბის ყოველთვის ან ყოველთვის ცდილობს რომ განვითარდეს აი ყოველთვის ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას ყველაფერს სწავლობს ყველასგან სწავლობს და ანუ ამ რაც უფრო ასაკში შედის უფრო იხვეწება რა ეხლა არის სწორ ადგილზე სწორ ხელშია და ყოველ ბრძოლაზე მგონია რომ სხვადასხვა მერაბი გამოდის. ნაბეღლავი ევასება, მაგრამ ღვინოსავით ყოფილა კაცი ძმო რა. მოკლედ, ამირან ძალიან დიდი მადლობა ძმაო, დიდი დრო არ მინდა რომ კიდე უფრო მეტი დრო წაგართვა ძმაო, ვიცი რომ ეხა ჩახვედი, მეორე შულს ელოდები ხო ამირან? კი ძმაო. ორივე ველოდები, მეც ველოდები, ერთმა ორივეს გენაცვალე. შენ როდის ელოდები?
ბიჭო, ჩვენ საკეისოს ვიკეთებ და იქნებთვის პირველი გვითხრეთ. პირველი გვითხრეთ შეიძლება. შენ მალე შეგეძინება. მე ოქტომბრის დასაწყისში ველოდე რა გოგოა თუ ბიჭი? ჩემი გოგოა. მეორე გოგოა. ჩემის გოგოა და რა ის სული მაქვს რა. ბიჭო, შეიძლება 3 წელი გავიდეს კიდე სანამ ამირანი არ დაბრუნდა, მაგრამ ეხა მაინც ჯერა რომ ჩვენ როცა კონტაქტში შევალთ, ძმაო, ჩვენთან იქნება დაამტკიცა ძმაო ამირანმა, ეგ ფაქტი. სავარაუდოდ მეც ჩავალ მანამდე ვეგაში ბიჭებთან, სად ისე შორს არიან, კაროჩე, აქედან 9 საათნა ვიფშინო, აქედან იქ რო ჩავედი. აქ რო იყო ზიკო და ლევანი ვირჯინიაში ცხოვრობდნენ, ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავი ბიჭო, ხან ვარჯიშობდით, ხან მაიმუნობდით რაღაცა იქით აკეთ. ეხა ვეგაში სად ვიარო ჩემ. მაგრამ ნუ მეც ალბათ ჩამოვალ, მე რაფსაც ალბათ შევხვდები მე რა. კი ვნახე ისე მე რა 2021 წელს ვნახე თოკოს ჭკუზე ბოლოს. ამირან, როგორ ფიქრობ დღესდღეობით UFC-ს pound for pound-ში არის ორი ქართველი top 5-ში და ყველაზე წინ ვინც არის ილია თოფურია. ანუ ჯონ ჯოუნზის მესამე ადგილზე არის თუ არ ვცდები. და რას ფიქრობ ერთი ორი სიტყვით მის გადაწყვეტილებაზე, მის ასვლაზე და ოლივერასთან დაჯახებაზე, ეს არის ბოლო კითხვა ძმაო. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გააკეთა თავის ზონაში, ასე რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნების გარეშე ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავი დაამარცხა და დრო ეხა ახალი გამოწვევების, ასე რომ ვთქვათ, მანიფაიტების და დიდი ბრძოლების იმაში გადავიდეს რა. მოხდები რა. მე ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა ძალიან დიდ UFC ეხა რაც მოხდა, მე ასე მგონია, რომ უნდა UFC-ს რა თქმა უნდა 70-ში ეჭხუებინას ისლამი და ილია და ამისთვის გააკეთებდა ყველაფერს და შეკერავდა აუცილებლად ისლამს თვითონ ისე რომ მოენდომებინათ როგორც საჭიროა. უბრალოდ ეხლა რასაც გააკეთებენ, ილია მოიგო 70 კამარი. 77-ში ასურმა მახაჩევმა გინდ მოიგოს, გინდა წააგოს, მე ხო დაბრუნება მოუწევს აუცილებლად. უფრო მაგრად გაიყიდება, თუ მოიგო მით უმეტეს უფრო ხალხს მოუნდება და უფრო ალაპარაკდება ხალხი ამ ყველაფერს და იქნება ერთ-ერთი საოცნებო ბრძოლა, როგორც იყო მაგალითად გაყიდვებში და ხალხი როგორც ხალხმა რომ იცოდა ყველამ რომ უნდა ეჭხუათ ხაბიბს და კონორ მაგრეგორს, ანუ მსგავს რაღაცას გააკეთებენ. ახლა ამ ეტაპზე ორივე ძალიან დიდი სტარია, ორივე ძალიან დიდი ფული მოაქვს UFC-თვის, ორივე ძალიან დიდი მაყურებელი ყავს და საკმარისია იმისთვის, რომ ანუ აკეთებენ თავის საქმეს, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. მერე უკვე ანუ ამ ერთი ბრძოლის მერე ორივეს როდესაც ბრძოლა იქნება, ორივე რო ჩემპიონი გახდება ან ვერ გახდება სავარაუდოდ მახაჩევი, აი მერე უკვე შეეცდებიან ამ ბრძოლის უფრო გაყიდვას და უფრო ახმაურდება და მოკლედ ხო ხვდები. მე ასე მგონია რა, თორე UFC-ს რომ დომოდა რომ ეს ბრძოლა ყოფილიყო აუცილებლად იქნებოდა და არავინ დაელოდებოდა იმის მაღლა ასლას და ჩამოხდეს რა. ბიჭო, მეც მაგას ვიზახი ხალხს ზოგადად ბევრმა არ იცის რამხელა გავლენა აქვს UFC-ს მთლიანად სპორტზე, MMA-ში და ფაქტიურად ეხა ჯონ ჯონსთან რაც ხდება მაგალითად ვერ ვხვდები რატო უშვებენ ამდენს რა. იმიტომ რომ ყველაფერი მაგათ ხელშია. რაც მაგათ უნდათ ის მოხდება ყოველთვის რა. მან რაც ხდება უკვე ნათელია იმის რომ რაც უნდათ იმას ის მოხდება რა ეხა და რამე უნდოდეთ და ვერქნან ეგრეთ რამე არ არსებობს. ნებისმიერ ბევრს სწავლენ და დაკერავენ. ეგრეც არ არის ძმებო რა. აი რას ვიტყვი იცი? ხაბიბი უნდათ რომ არ წასულიყო პენსიაზე. მოხდებოდა, ვერ მოხდებოდა. ილია უნდათ მესმის, კარიერას როცა ამთავრებ, ვერ შეგისრულებენ, მაგრამ ვერ შეგიშლიან. აქტიურ სპორტში როცა რჩები, გინდა წონის შეცვლა, გინდა ფასურველი ბრძოლები, ანუ ისე აგიწყობენ ყველაფერს, რომ მოხდები რა. ხო, დენას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, მე სპორტსმენი როცა იტყვის, რომ პენსიაში გასვლა მინდაო, ანუ მაგისი აზრით თუ აქვს უკვე მე რაღაც დროის განმავლობის შემდეგ ვერ შვებდი, იმიტომ რომ ადამიანი თუ არ უნდა დააძაბო, მაგრამ ანუ შონომალიმ რო წააგო UFC-მ უთხრა შენ ძმაო stop jaying the pink ჭირდებაო რა. აი ცოდოა ეს კაცი დაღლილია დღეს თელი დღე. ხო და შენისთანა გამოხსნეს ლაპარაკება მთელი დღე. Shut the front door და დავამთავრებ. დღეს იყო ჩვენთან Fight Hop podcast-ზე პირველ ქართულ და მოუკიდებელ შერეულ საბრძოლო ხელოვნების პოდკასტზე ამირან გოგოლაძე
სნაიპერი და გოდზილა ძმაო შენთან ვართ რომეო 50 ცენტერაძე ნოსტალ გიორგის სართანია ბიგა ბორჯომი ახალციხე და მთლიანად საქართველო და მსოფლიო დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ასამომზვა თქვენ გვერდზე ვარ როცა დაგჭირდებოდეთ და შემოგევრებთ. მალე მოგველოცოს დებიუტი და ახალი პოდკასტი ჩავაწერთ. ჯიგარი. You tune into the Kartwelians on the Fight Hard podcast.